2 საათი რჩება საპროტესტო მარშის დაწყებამდე, ზუსტად 2 საათში ყურადღების ცენტრში იქნება წინააღმდეგობის მოძრაობა. საქართველოს მოქალაქეები, ევროპული მომავლის მცველები ხმაურიანი შეძახილებით მოივლიან თბილისის ქუჩებს და გაემართებიან ქვეყნის ცენტრალური გამზირისკენ საკანონმდებლო ორგანოსთან. ეს არიან ადამიანები, რომლებიც 300 დღეა ქუჩაში დგანან იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დაიცვან, ქვეყნის თავისუფლების იბრძოლონ. დღეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა დაინახავს, რომ ქართველ გაუტეხელ მართალ ხალხს ვერ დაღლი, ვერ შეაშინებ და სამართალს ვერ წაართმევ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის რაც იყო, რომ თითქოს ეს რაღაცა პიკი გადაეგორებინათ და შემდეგ უკვე ხალხი დაიღლებოდა, ხალხს აღარ ექნებოდა ბრძოლის უნარიანობა, დაყრიდა ფარხმალს, რაც ესე არ აღმოჩნდა. ახლა რუსთაველის პროტესტი არის, როგორც ასე ვთქვათ, ნაკვერჩხალს რომ ნაცარს დააყრიდა ღვივის შიგნით, როდესაც ცეცხლი უნდა აინთოს, რომელიც ოლიგარქია სჭირდება, ამას ნაცარს მე ესე გადაკეკავდა აინთება. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, ისევ მედეგობით და რა თქმა უნდა, ისევ მტკიცეთ ბოლომდე. კიდევ ერთხელ უნდა ბაჩვენოთ საზოგადოებას, რომ არავინ არ სადარ წასულა, ყველაფერი გვაქვს და პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო არის ეს ბიჭებისთვის, რომ დაინახონ ბიჭებმა, რომ რუსთაველი ისევ დგას, თითოეულის ადამიანი, თითოეულის მოქალაქე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მათ გვერდში ედგა, დღესაც გვერდში უდგანან, რაც უფრო შემდგომი თაობები წამოვლენ, მაგალითი იქნება ეს მათთვის, რომ არც ერთი ხელისუფალი, არც ერთ ხელისუფალს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხალხია მთავარი. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ 300 დღე პროტესტის აქტი გრძელდებოდა. ეს აქტი არ არის, ეს არის გრანდიოზული პერფორმანსი, საკაცობრიო პირდაპირ გაგებით ეროვნული პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად ამტკიცებს იმას, რომ განსაკუთრებული რჩეულიერი ვართ. 300 დღე ვამტკიცებთ, უფრო მეტად დავამტკიცებთ, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მართლა ღირსი ხალხი, მართლა დამოუკიდებლობის ღირსი ხალხი და 4-ში მათ დავასრულებთ. 300 დღე ამზადებს 4 ოქტომბერს, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ. პროტესტმა დღეს 300 დღე აითვალა, სიმბოლურად 300 არაგველის მემორიალთან დაიწყება შეკრება ზუსტად 7 საათზე და შეკრების მონაწილეები გაემართებიან ბრძოლის მთავარ ლოკაციაზე, რუსთაველის გამზირისაკენ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ საპროტესტო მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდეს.